მოგესალმებით მეგობრებო, დღეს უნდა გადავიღო ამხანაგური მატჩი საქართველოს ფარერების კუნძული. ნაკრებში ყავს 4 დებიუტანტი, პლუს ახალი ფორმები გვაქვს. საინტერესო იქნება ფორმის ნახვა. მეგობრებო, აქვე მინდა გითხრათ, ყავს ახალი მეგობარი კომპანია, ეს არის Global Cell. აქვთ სოფლიოში ყველაზე იაფი ინტერნეტ პაკეტები, პლუს უფასო ზარები. თუ მიდიხართ სამოგზაურო, ჩემი დიდი რეკომენდაცია Global Cell-ს. აღწერაში არის ლინკი, გადადით და ნახეთ. მოდი მეგობრებო, ახლა გულშემატკივრები გამოვკითხოთ, როგორ მოსწოდოთ საქართველოს ნაკრების ახალი ფორმა. გამარჯობათ, მომწონს ძალიან ფერები, ერთადერთი რასაც დავამატებდი, ღილები რომ მოხსნათ, რაც უფრო კომფორტული იქნება ფეხბურთელებისთვის, ჩემი აზრით, ერთადერთი ამას დავამატებდი. დანარჩენი ფერები და ფორმა რაც არის ძალიან კარგი არის. კომპეტენტური ხალხი ხართ, ფეხბურთი გესმით და ცოტა უკვე საფეხბურთო კითხვას დაგისვავთ. სანიოლი ამხანაგურ მატჩებს უდგება ისე რომ ფეხბურთელები უნდა გამოცადოს. სხვა დროს ომიყო რომ ამხანაგურ მატჩებსაც უდგებოდით როგორც ოფიციალურ მატჩებს, ახლა ეგრე არ არის. გაშალეთ რა ეხთემა რა მოდით. ეს ხემით. აჰა, აი ეგრე. გინდა ჯეირანი და დავიწყოთ. მიდი მალე, შენ ურდის დალევა მოვა. გავშალოთ? ახალი სახეები, ფაქტობრივად უახლოესი რეზერვი და მზადება მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანისთვის სექტემბრის მატჩებისთვის, რომელშიც ვიწყებთ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშით. ძალიან თავისუფლად შეიძლება რომ ამ ნაკრებიდან და ამ შემადგენლობიდან გაფართოებულ განცხადში სექტემბერში ვნახოთ ძალიან ბევრი ფეხბურთელი, ოღონდ არ გულისხმობ იმათ, ვისაც მუდმივად ხედავთ ხოლმე. პლუს ამას, იგივე ნიკა გაგნიძე, საბა ხარებაშვილი, გასაგებია მათ შორის ასაკში საკმაოდ დიდი სხვაობა, მაგრამ ნიკა გაგნიძე თავისუფლად შეიძლება ვიხილოთ მათ შორის თუნდაც რატომაც არ სასტარტოში სექტემბერში. ყოველ შემთხვევაში მატჩამდე და შეკრებამდე ეს მოლოდინი გვაქვს. იმედია გამართლება ეს მოლოდინი. ტაფსონ? ხო არა, ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ დავამატებ. უბრალოდ მე ძალიან მომწონს ეგ ამბავი, რომ როცა შეგვიძლია, მით უმეტეს როცა ეგეთი პოლიტიკა გვაქვს სამხანაგურ თამაშებში, გამოვიყენოთ ფეხბურთელები, ვინც არ ვიცი ერთა ლიგაზე, არ ვიცი ოფიციალურ მატჩში საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოგვადგება და რატომაც არ მგონია რომ უკეთესი პლატფორმი შეიძლება გააჩნდეს ამ ორი მეტოქის გათვალისწინებით, რომელსაც ამდენ დღეა 4 დღიან შუალედში შევხვდებით. თან შედეგი გვინდა. რეიტინგში წინსვლა, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მაგისთვის მე მგონი განსაკუთრებულად საინტერესო და სასურველი მეტოქეები ყავს, რომ წინსვლა გამოგვივიდეს რეიტინგში. იმედია რაღაც განსაკუთრებული სიურპრიზი არ დაგხვდება. რას გულისხმობ? ცუდი შედეგისკენ. ცუდი შედეგისკენ ხო, იმიტომ რომ კი, რამდენიმე ფეხბურთელი მათ საკლიათ 3-4, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი ლიდერი გვაკლია. და პლეიოფს ახალი ფორმა გვაინტერესებს ძალიან, როგორი იქნება საქმეში და აბა დავაკვირდით. ქუთაი მე მომეწონა და დარჩენ ვნახოთ რა და ქუთაისში ჩაგეწერები თუ იქნება. მაშინ ქუთაისში შევხვდებით. ნორმალურია, რავი, არც ძალიან არ მომწონს და არც ძალიან არ მომწონს რა. მე ვფიქრობ, რომ ბიჭები თავისი კარგი თამაშით მაგ ფორმასაც ისე შეგვაყარებიან, როგორც ძველი შეგვაყარეს რა. სახლის ფორმა დიდათ არ მომწონს, იმიტომ რომ ვფიქრობ უკეთესიც შეიძლებოდა. მაგრამ რაღაც კომენტარები წავიკითხე, რა დატვირთვა აქ ფორმას ფერებში გაერთიანებულიაო, საქართველოს ძველი დროშა და ახალიო და მაგის მე კიდე ცოტა დავფიქრდი რა. მაგრამ დიდაც არ მომწონს და აი შავი ფორმა რაც დაიდო, ეგ ძალიან კაია, იმიტომ რომ ის წმინდა გიორგის ორნამენტები მომწონს რა. შეიძლება ცოტა მიუჩვეველები ვართ იმ ამბავს, რომ ტოპ ლიგებში არიან ქართველი ფეხბურთელები, მაგრამ ეგ რეალობაა. ხუჩა კვარაცხელიამ რამდენიმე დღის წინ მოიგო საერთოდ ჩემპიონთა ლიგა და ეხლა რომ ამხანაგური მატჩების თუ ჩამოსულიყო საქართველოში და თავი დაეხარჯა საკლუბო მუნდიალის დაწყებამდე კიდე ფარერებთან და კაპოვერდესთან, ცოტა უცნაური იქნებოდა. ზურიკოსაც ძალიან დატვირთული სეზონი გამოუვიდა. სხვა ფეხბურთის ჟორჟსაც და ჩემი აზრით ბუნებრივიც არის რომ დღეს ნაკრებს სხვა ფეხბურთელები ეხმარებიან. პირიქით სასიამოვნოა რომ ახალ სახეებს ვიხილავთ. ექსტრა мотиваცია იქნებათ, იმიტომ რომ დასამტკიცებელი აქვს და 4 დებიუტანტი ყავს საერთოდ გამოძახებული. ხარებაშვილის თამაში მაინტერესებს განსაკუთრებით, იმიტომ რომ 16 წლისაა და რეკორდი მოხსნა ლევან ყენიასი. შესაბამისად ხო, დამატებითი ინტერესია მე მგონი ეგ უფრო რომ ახალ სახეებს გავიცნობთ, ვიდრე ის რომ ფარერებთან და კაპოვერდესთან გვენახა ისეაც დაღლილი ქართველი ვარსკვლავები უკვე. დიდად არ მომეწონა, საყელოს ნაწილი არ მომწონს, ეს ღილებით რო არის, მგონია რომ წინა ფორმა უფრო კარგი იყო. მეგობრებო, თამაშამდე არ დარჩენილ ნახევარსაათი, მოდი განახოთ როგორ მდგომარეობა სტადიონს. ლუკა ლოჩაშვილი, ნომერი 7, number 7, Anzor ეგა, მიდით ბიჭებო, მიდით.
ეგა მეგობრებო, ძალიან წყნარად ჩვიდათ გავიტანეთ გოლი. ეს ჯერ ერთი. მგონია რომ პირველ ტაიმში კიდევ 2 გოლი გვინდა. მეგობრებო, პირველ ტაიმ მორჩამ ვიგებთ 1-0-ს. თამაშზე რა გითხრათ? დიდი არაფერი, მომენტები ქონდა უბრალოდ ვერ გამოვიყენეთ. ნახოთ, აბა მეორე ტაიმში რა იქნება და ველოდები დებიუტანტებს, რომ გამოვლენ ითამაშებენ. ხონა იქნება რომ გამოიწევთ არხი და იქოთ ეს ვიდეო დაწევთ კომენტარები. ეგა მეგობრებო, წავიდა მეორე ტაიმი და ველოდები კიდევ 2 გოლს. შეხედე. არ მოიგონო, ვაიმე, ეს რა ბურთი აიღო! ლორი! ლორი! ძალიან რთული პერიოდი, მაგრამ საამაყო. იმიტომ რომ როდესაც 17 წელი ატარებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურს, ეს ძალიან ძიმეა, მაგრამ მე ვარ მადლიერი, რომ ეს გზა გავიარე ამაყად, სუფთა გულით და ვანახე ყველას მივეცი სტიმული, რომ მონდომებით, შრომით ყველაფერი გიფასდება და მე ვარ მადლიერი, რომ ამ 17 წლის განმავლობაში ჩემი კვალი დავტოვე საქართველოს ფეხბურთში და ერთი აგური დავდე, რომ ჩემი სახელის გატარებელი იქნება ალბათ და დაფასებული ვარ მე და გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ მინდა რომ სრულიად საქართველოს უმეტეს მადლობა გადაუხადო დღევანდელი საღამოსთვის დაფასებისთვის და კარგია რომ თავარია მოვიგეთ და მე ვიცი რომ ყველაფერი ბოლოს მაინც მიდის მოგებასთან და კაია რომ ესე გემრიელად დასრულდა ყველაფერი მოგებით. თან გოლი არ გავუშვა. პირველ რიგში მინდა თქვა ფარერების გუნდის შესახებ, რომ ნამდვილად ღირსეული მოწინააღმდეგე იყო. ჩვენთვის კარგი სპარინგი აღმოჩნდა, საქმეში ვნახეთ ბევრი ფეხბურთელი. გარკვეულწილად ჩვენთვის ფორმის შენარჩუნებისთვის გამიზნული თამაშებია. შემდეგ თამაში ფიქრობ, რომ კიდევ უფრო რთული იქნება აბოვერდესთან. ემზადებით 3 დღეშია თამაში. რა თქმა უნდა, სურვილი იყო რომ მეტი გოლი გაგვეტანა, მაგრამ თუმცა იმასიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოლო თამაშები რო გენახათ ფარერების ნაკრების, ყველა თამაში ეგრე წააგეს. ან ერთი სამხედრო მოიგეს, ანუ 1-0 ჩეხეთთან გასვლაზე 2-1 წააგეს. აი ვიცოდით, რომ ანუ ადვილი თამაში არ იქნებოდა. აკოწია შეგვეწრო რომ მეტი გოლი გაგვეტანა, სასურველიც იქნებოდა, მაგრამ არა უშედეგოდ თავარია მოვიგეთ და ჩვენი ძმა კარგად გავაცი. ერთად ან სამწუხაროც არის და სასიხარულოც არის, რომ ამდენი ხანი ჩვენთან ერთად იყო და რავი, ბედნიერი წლები გავატარეთ ერთად და სამწუხაროა რომ მიდის, მაგრამ ნუ ესეა, ფეხბურთი ეს არის და ამიტომ არ ვიცი, წარმატება მინდა უსურვო მის მომავალ ცხოვრებაში, ნაკრების. ჩემთვის ნაკრები ყოველთვის იქნება ნაკრებში და ამიტომ წარმატებას უსურვებ. წეგანაც ვისაუბრე ამ თამაშზე, სასწაული ემოცია არის და ძალიან რთული არის სიტყვებით ამ ყველაფრის გადმოცემა. ბედნიერი ვარ და მადლიერი, რა თქმა უნდა.
თანაგუნდელებმა ძირითადად თამაშის წინ მომწეს რჩევები იმასთან დაკავშირებით, რომ მეთამაშე თავისუფლად არ დავზაბულიყავი, რაც შეეხება ვილის ძირითადი საუბარი იყო იმ თემაზე, რომ როდესაც შანსი გეძლება, უნდა გამოიყენო ეს შანსი. სხვა ისეთი არაფერი. პირველ რიგში სასწაულის შეგრძნება არის და ორ მაგას ამასწორს გეგმოვა როცა ესეთ პატარა ასაკში მომეწა ეროვნულ ნაკრებში თამაში და რა თქმა უნდა ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებ ეროვნულ ნაკრებისთვის და ესეთი შეგრძნება ალბათ მეორედ არ მიქნება საბოლოო კარიერაში იმას გზობდი რომ აი ეს პატარა ბიჭი წარმოვიდგა თვალწინ რომელიც ამომეზე ოცნებობდა რაც ბავშვობის ოცნება მქონდა დღეს სტადიონზე შეძლო სახთა ისოსნება და ძალიან ბედნიერი ვარ ამ მეგობრებო, მოვჭი გადაღებას. ძალიან მაგარი დღე გამოვიდა. აქვე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ლორის. შეხვდებით ქუთაისში. მოგესალმებით მეგობრებო, ახლა მივდივარ ქუთაისში. უნდა გადავიღო ამხანაგური მატჩი საქართველოს კაბო-ვერდე. ქუთაისში ნაკრების თამაში არასდროს გადამიღია და ორმაგად მაინტერესებს. კი იცი, დამეგობრდი ძალიან კარგი კომპანიასთან, ეს არის Global Cell. სოფლიოში ყველაზე იაფი ინტერნეტ პაკეტები აქვს და პლუს უფასო ზარები. თუ მიდიხართ სამოგზაუროდ, ჩემი დიდი რეკომენდაცია Global Cells. აღწერაში იქნება ლინკი, გადადი და ნახეთ. ეგა მეგობრებო, ჩამოვედი ქუთაისში, ხა წავიდეთ გულშემატკივრები, გამოვკითხოთ საინტერესო კითხვები დავუსვათ. თუ გახსოვთ ბოლოს საქართველოს ნაკრებმა ქუთაისში როდის ითამაშა? ბოლო თამაში საქართველოს ნაკრების ქუთაისში მახსოვს იონანიძემ გაიტანა. აზერბაიჯანი თუ არ მახსოვს რომელი ნაკრებს ეთამაშებდა, მაგრამ იონანიძემ გაიტანა გოლი, თან მაშინ ქუთაისის ტორპედოში თამაშობდა და პოპულარული ფეხბურთელი იყო აქ რა, და გამოიძახეს ნაკრებში და გოლის გაიტანა მახსოვს. თუ შეგიძლიათ მითხრათ ბოლო 5 წელიწადში საქართველოს ნაკრებში რამდენმა ქუთაისელმა ითამაშა? გვარები რომ მითხრათ. კი. ერთი იყო გოგლიჩიძე, საბა, ბუდუს ივზივაძე, რა თქმა უნდა. კიდე უნდა გავიხსენო. დღესაც თამაშობს, იცოდე? დღესაც თამაშობს? კი ბატონო. აი ქუთაისელი კიდე ვინ არის? ფლანგზე თამაშობს. დღეს შენგელია არ არის ქუთაისელი, ფლანგზე ვინ თამაშობს? ვახ, კაი, როცა მოიფიქრე მომწერე. შეგიძლიათ გაიხსენოთ ბოლოს საქართველოს ნაკრებმა ქუთაისში როდის ითამაშა? ერთი რაც მახსოვს იყო ისრაელი 2001 მაშინ ავწდი. ან 2. ბოლო 5 წელიწადში რამდენ ქუთაისელს უთამაშია საქართველოს ნაკრებში? ზუსტი რა ჩამოგიტყვი რა. ხო, მითხარ, გვარები მითხარ. ზივზივაძე, კი ბატონო. გოჩოლეიშვილი, კი ბატონო. შენგელია, ეს გოგლიჩიძე, კიდე კიდე ვინ თამაშობს? არ მახსოვს. აიგა. მეგობრებო, მაშამდე დარჩენილი 9 საათი მოდი განახოთ რა მდგომარეობა სტადიონზე. ნომერი 7 ანზო ლეპორტიშვილი. დავიწეთ, მიდით ბიჭებო, მიდით. და ოიბე! ქვილით რა ცოტა დაგაკვდა.
კიდევ გოლი მეგონა და გიჟი ვიტყვიროთ. ვაუ, კაი იყო. კაი შესვლა იყო. არ მოიგონო. ვაიმე, გუგეშ! ვაუ, გუგეშო რა ბურთია იყო. ბოლო წუთებზე გავიტანეთ გოლი, გასახდარში გავაყოლეთ. მეგობრებო, პირველ ტაიმ მორჩა ვიგებთ 1-0-ს, თამაშზე რა გითხრათ, დიდი არაფერი და ამ ნაკრებმა გამაუც. არ მეგონა თუ ესე ტექნიკური ფეხბურთელები ყავდათ, მაგრამ თავარია გასახდარში გოლი გავაყოლეთ. მეორე ტაიმში ახლა გვინდა კიდევ ერთი გოლი, ან ორი გოლი გვჭირდება აუცილებლად. წავიდა მეორე ტაიმი, ორი გოლი მინდა, ორი. Uime! ვახ რა გადავრჩით. მეგობრებო, ახლა უნდა განახოთ ძალიან მაგარი კადრი. ვა, რა ლამაზია. კაი რა 76 წუთზე 11 მეტრიანი დაინიშნა ჩვენ კარებში. მიდი გუგეშ რა აუღე რა მიდი რა მიდი გუგეშ ვაიმე რა ცოტა დააკლდა რთული მატჩი გამოვიდა, როგორ შეაფასებ მატჩს და როგორ გზობა შენ ქალაქში რომ თამაშობ? რა თქმა უნდა, სასიხარულოა ჩემთვის, ჩემ ქალაქში თამაში. რთული მატჩი გამოვიდა, ყველა შევხედეთ, მაგრამ არა უშავს ამით არ მთავრდება არაფერი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უფრო წინ წავიდეთ და უფრო მეტი შედეგი გავდოთ საქართველოს ხალხისთვის. კი, ორივე თამაში სასტარტო შემადგენლობაში ვითამაშე და მე თუ მკითხავ მეორე თამაში, ანუ დღევანდელი თამაში ბევრად უფრო რთული გამოვიდა, ბევრად უფრო საინტერესო მობილურ გუნდს ვეთამაშეთ და ვფიქრობ, რომ ორივე თამაში გამოჩნდა ჩვენი დადებით და უარყოფითი მხარეები. დღევანდელ მატჩში შევაფასებდი, რომ საკმაოდ კარგი მეტოქე ყავდა, ვფიქრობ, უფრო ლოგიკური შედეგი იყო, იმიტომ რომ ძალიან კარგად ითამაშა მეტოქემ, ჩვენც შეგვეძლო მეტი უფრო კარგად გვეთამაშა, თუმცა ეს იყო რაც იყო, ამიტომ ვფიქრობ, რომ უფრო ლოგიკური შედეგი. აი ხანია გოლი არ ქონდა ნაკრებში გატანებული შემომეციებული გოლი. რა თქმა უნდა, სანაკრებში გოლი განსხვავდება კლუბში გატანილი გოლისგან და ძალიან ორმაგად ბედნიერია. მეგობრებო, მორჩი გადაღებას, აი ესეთი ორი საინტერესო ამხანაგური მატჩი გამოგვივიდა, ბევრს არ ვისაუბრებ, დაწეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ ორივე ამხანაგურ მატჩზე. აქვე მეგობრებო, კი იცით, ამ მეგობრები ძალიან კარგ კომპანიასთან, ეს არის Global Sale. თუ მიდიხართ სამოგზაუროთ, ჩემი დიდი რეკომენდაცია Global Sales. აღწერაში იქნება ლინკი, გადადით და ნახეთ. ძალიან კაი ამბავი უნდა გითხრათ, მივდივარ სლოვაკეთში 30 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ჩვენი ნაკრები გამოდის. ხვდებით ხო რა გემრიელი ვლოგები გელოდებათ. თხოვნა იქნება რომ გამოიწეროთ არხი და ალაიქოთ ეს ვიდეო და დაწეროთ კომენტარები. დროებით.